არ შემოხვიდე. კცე. დილამშვიდობის კრასის. შვიცაკლია 20. ავდექი დილა ადრიან. როის მეთქი კარტოფილს შევწყვეტ ქორა, რომ დილით ბავშვებს ვაჭავ. მაგრამ თვალდაცრებლი მიდის ღმერთვი, არ ვიცი როგორ. ხოდა რომ ჩამოვედი ცივა. ნახე რომ რაღაც საჭმელები არის. დღეს რომ ყოფათ რა. ასე რომ აღარ შევწვი. რადგან დილით ვაჭმევ კარაქიან პურს და ჩაის. მაგით საჭმელს ზოგავ. და დავფენს არაცხს. რომელია საათი 20 ეკადა რომ ნახევარზე დამიგეკაბუძე ნიკო 20 ეკადა რომ 5 აკლია 7. წავედი. ვიცა. სანამ ცოტა მოძღევდება. დათენდება. გარიჟრაჟდება. ჩამოკატებს. სხვა რაღაცა უნდა ვაჭამო, მაგრამ ცოტა. აბა დამეცად 1 წუთი 4 არიან. ეს რისთვის ამაქვს თუ არა მისთვის ეს ნახე. წამოდი გოგო, შენ ცოტა დიდი არის წამო. წამოდი. ბავშვებიც აქ არიან. აი მე როდის გათენდება ხოლმე 8 ადგები და გათენებული იქნება. ეს შენ პატარა. ეს პატარას, ეს შენ. შემონამაზო შეხოდა გიგდი აქა. აქ. ისი ხრინება გეკონება ვინ მიართმევდეს. ჭამეცი ხარ. ჭამე პატარა შენ ეს შენი არის, შენია. ის რო იღრინება ხოლმე ეს ანებებს თავს. წამოდი აქეთ გადმოგიყვანა. აი შენი არის და შენ უნდა ჭამ. ჭამე თორე შეგიჭამე. ესე წავედით ახლა ჩვენ მაღლა. და სადღაც 15 წუთში გავახვით. და 15 წუთში დავდგავ ჩაის, მაგრამ მე ცოტა ჩემფოს მიხედავ და ჩავიცმ. და შეიძლება მე რომ გამოვიყვანო ქათმები. ეგრა მოგივიდათ ხალხანა. დროანი რო გავაღვიძოთ და იოანე ბარბარე რჩება. ხელი ვიხარება ბაჯურა ხელი საფოს მოგცემე. ერთი არ მოვცეთ. ერთი არ მოვციათ. მანიკურები უნდა წავიშალო თორე ვაშტკით მიდივართ ეს გაქეცილი თითებით ხვაც. თითი დავიტყვი. როგორ ბეზარება.
როდის გამო აი დღეისი როდის გადიდება რო ადგები მიხვდე რომ ისე არაბნელად სასიამოვნოც არის ხოლმე დღე დილით ადგომა მაგრამ ესეთი დილით არა ჯერ ისე სიბნელია გუშინ სხვადასხვა ადრე დავიცინე 12-ზე მაგრამ არ მიყო დღეს გუშინ დედას ველაპარაკე და ეს სამეთქი საქმე როგორ არის მეთქი დღეს სამსახურში ისეთი ბევრი არაფერი შეიძლება მალე მოვიჭი რა ხვდება რა იქნება რომ მივალთ ნახოთ თუ მალე მოვჩებით მალე წამოვალთ თქვენამდეც მალე მოვალ თუ მალე მოვჩით მოხერხავ ნახატისთვის ეხლა უნდა შევუწყო ერთმანეთს რადგან რაღაც შეკვეთები წამოვიდა დავინაირეთ რომ შევუწყო ერთმანეთს რომ გავაკეთო და თან მიხარია მე კიდევ გადმოგაგდე თან მიხარია მაგრად რომ კაია და გუში ხათო მომწერა იმასაო შედის პალნის ფულსაც შეაგროვებ ხას აროჭკებითაც კი აი ეს პალნის ფულს პალნის აი მე პარსეთ საერთოდ პალნა რა სპალნა საძინებელთ ქართულად ისინი და ჩავიცო ხოდა რო შევაგროვებ ავიღებ და გადავდებ თუმცა არა ქონია ეგეთ სიტუაცია რო ხო მე რო შეიძლება და საერთოდ წავიდოდი წამედით ხა რო გავგარეთ გაჩერებაზე რო აივითავთ გავარ რას მომობდი სპალნა საძინებლის ფულს შევაგროვებ ავდგები და გადავდებ თვითონ მარაგაკ და რემონტის მერე წავალ და მოვიტან უი დღეს უნდა წავიღო ის შამპუნი იმიტომ რომ იქიდან მარშრუტით უნდა წამოვიდეთ და ეს დამჭირდება წავედით ახლა გავაღვიძოთ ნინო და იოანე ადერად ნახე რა მოგასერიოთ რა მაგარი ის გაგახსენდათ ახალგაზრდობა ეხლა შევიდე ნინო ნინო ადექი დაგაგვიანდება წამოდი დასწმელს მე გავიტან ადექი წამ ისა და ისა ნინო ადექი ნინო ის გინდა იქ შავი რა გცხება ხოლმე წამო მაშინ არ გინდა წამ იქ დაგცხება მოდი წამოდი
რაღაცა დუღდა, მე წავედი ჯერ ჩაიამ და დადგა. მე მაგარი გაზია დილით ხოლმე, თუმცა სანამ ხალხი ათლება და რამე საანთებე. კოზიტარი. აი წეღარ მუსიკა მოგასმენთ, მაგ მუსიკაზე ჩაი, კარაქი, პური და ალიონი. მაგ დროს მივიდით ხოლმე სკოლაში. გეგმა შესრულებულია, წავედით ქართლებთან. უკაცრავად გაიღვიძეთ სკოლაში წასვლის დროა. ყოყლო ყორატუ არ დაიყვირე, ყოყლო ყორო გათენდა. ჰა? ჩემო ლამაზებო. ჩემო ყოყლო ხო წამოდი გაგიყვანო და დაიყვირე, ხო? წამო. აბა, გაიქცა. მიდი დაიყვირე. გენაცვალე. წამოჩი უპაწაწინა წამო. ხამას გამოიკიდება. ობას. სასაცილო. უკაცრავად რა თქვენი ფეხებით რო წამოხვიდეთ ვერა. ვერა, ჰა? ხალხს და მელოდებით. ვაიმე ჩენ როგორი პატარა ხარ, ჩემო ლამაზო. აკლე მივითად გახარ. ვაიმე. წავედით. წამოდი ახლა. განები თავი კარგი. ვაიმე ზედ დაახტა. დაგინახე. პისო, დაგინახე. გადიან 20 წუთია. დაახლოებით 20 წუთი მაქვს მეც. თავი დაღეთ. ეს კაცი არის ძალიან მაგარი კაცი, ძალიან მაგარი ფსიქოლოგია მგონი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფსიქოლოგიური ლექციები რომ მიყვარს, ატარებს ხოლმე თან რომ იღებენ ტელეფონი და მე ინტერნეტში დებენ, ძალიან მიყვარს ხოლმე მაგის მოსმენა, რომ ძალიან მაგარი ისინი აქ რა ქვია რჩევები. ხო, რა შეიძლება ამას? აი ეს ერთად ჩავაბინავებ ყველაფერს, რომ ჩავიტანო ადვილად, მაგრამ ჯერ უნდა დავიო ყავა, რომელიც წეღან გადმოდგი და იმედია, რომ ცივი არ არის. და თან მოვემზადები. და თან ყავას დავაკეთე. ეს მარშრუტკით მივიდივართ, ჩემი ძმა არ მუშაობს და ამიტომ ცოტა გვიან გავალ. არ მომიწია აქეთ-იქით გაიქე გამოიქე და ადვილად წავალ მოკლედ. თუმცა მე მოხდება რა უნდა აქნა შორენა. ხელით ჩამოისვა. ერთადერთი ჩასვლისას უნდა შამპონი წავიღო, არ დამრჩეს. იქ კი მე მგონი დედა ჩემს აქ შამპონი, მაგრამ აი და არა კონდეს.
უარწამოვა თევზიანი. ქუდი ჩავდა. აი ეს დუტი, რომელიც მეცვა ხოლმე იოანესი იყო. ხო და ისე. უკვე იმეჯერ გავრეცხე. რომ აი ეს ბამბები თუ რაღაცეები რაც აქ, ანუ ერთმანეთთან არის მიხვეტილი მოხვეტილი და აზრი არ აქვს ამის ჩაცმას, ანუ ვაფშე იქ ბეჭებზე სადაც უნდა სითბო გქონდეს, აღარა აქვს, ამიტომ უნდა გადავაგდო ეს. და ოღონდ ეს ჩემი ბრალია ეს რო გაკეთდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ სარეცხთან ერთად ყრიდი ხოლმე და ახლა მივხვდი რომ ესეთნაირი აქვს ივანეს ახალი. ეს დაუპატარავდა და ესე იგი რომ გავრეცხავ ხოლმე არ უნდა ძლიერ ბრუნვაზე და ძლიერ რა ქვია ტემპერატურაზე არ უნდა დიდ ტემპერატურაზე არ უნდა გავუშვა რა და მაგიტო ქნა ზუსტად სავარაუდოდ ეხლა მინდა რომ დავიწნა ვითომ ჩემს ჭკვაში მაგისთვის დაგჭირდება ჟელე დღეს იქნება არეული ვლოგი. ანუ სად რას გადავიღებ, აზზე არა ვარ, როგორც დღეს რა გადავიღე. ზუსტად არც ვიცი და არც მახსოვს. მეგონი მეტი არ დამჭირდება. მოხსნით დავტოვებ. როგორ ვიცნავ ხოლმე თმას, იმედია მეყოფეს 15 წუთი. ვიღათან ვფიქრობ რამე თუ არის ისეთი, რომელისთვისაც არ მიჭმევია, მაგრამ რა ვიცი, არაფერი, ძაღლი გადა. კიდე რა არის? მეორე და მესამე გადა, მეოთხე გადა. ყველაფერს ვაჭამ. ესე იგი, გუშინ დანიელზე მინდოდა თქვენთან მომეყოლა. დანიელს გუშინ ჩაუქრეთ შუქი. დანიელის მხედველობა აქ 100%-ია. უბრალოდ რაღაცას კი უყურებს და ხედავს, მაგრამ ტვინიდან უნდა მისცეს სიგნალი, რაღაცა ის ნერვის ის, რომ დიდი ხანი უყუროს მაგალითად ნივთს რა. ანუ რაღაც მომენტში შეხედავს, აღარ უყურებს, აღარ აქცევს ყურადღებას. ხო, ეხა დაიწყო კარგად, ესე ვთქვათ, თვალებზე მუშაობა და გუშინ შუქი რო ჩაუქრეთ და ჩუმად ვიყავით, არ ვეუბნევით. შუქიანთეთ. მე ჩუმად დაუყენეთ ბავშვი წინს ნებისმიერი, ავი ნინა მაგალითად და ვარ უთხარით ვინ იყო და ნინა დაუძახ, ანუ ესე იგი არ ვიცი. ეგ რო დაბადებისას არ დაზიანებულიყო, არ ვიცი, ეგ იქნებოდა გენიოსი. არის უმაგრესად ჭკვიანი. გონიერი, აი არ ვიცი. სამწუხარო ის არის, რომ ეს ექიმები კიდე მუშაობენ. და მარტო ერთი საავადმყოფო არ არის, სადაც აუბედურებენ ბავშვს და მშობელს. დანიელი ძალიან ცუდად იყო. დანიელმა იმდენი რამე გადაიტანა, იმდენ რამეს გაუძლო, რომ დანიელი იქვე მოინათლა. დანიელი დაიბადა თუ არა მოინათლა, ისეთი ძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მაგრამ დანიელმა რო გადაიტანა და ის ზოგადად ასეთ ბავშვებს რო გადააქვთ ესე რისკ ჯგუფს რომ მიეკუთვნებიან რა, ანუ რომ უნდა დაკარგო, ჯვარი წერია ყველა პატარას და ან რაღაც. დანიელი მაშინვე მოინათლა. და ეს იყო რაღაცა საშინელი გრძნობა და მაიკოს იმ პერიოდის გამოვლა. როგორც თორასი, რა თქმა უნდა. მაგრამ დანიელი წინ მიდის. გონება აქ იდეალური,
გკითხავს, შეეკითხები, გიპასუხებს. ჯდომა ისწავლა დამოუკიდებლად. არ ვიცი ხარ რა გავაკეთე მე აქ. აზრზე არა ვარ. თუ ხედავდი. ეხლა ისე არ იყოს, რომ ის გამომრჩეს მე. წასვლის დრო. ხო, ცოტა ისე უნდა ნაგავიც და გადავყარო. ნაგავი გავისროლოთ. ეს რო გაგეწმინდა მანამდე ჯერ კაი იქნებოდა. ავა დავლიო, თორე გამიცივდა და გამიყინა. ეს ვიდეო რო დაიდება, უკვე სახში მოსული ვიქნები. იმედი მალე მოვალ. ერთი ძველი მაქვს ნახატი დავიწყო. ტასაც მელთ რომ ნინოს წამალმა დარიგა. ეხლა დალია უკვე და წავიდე. ტასაც მელთ რომ ვიწვე და ხოლმე ანუაფერს ნუ მიუგდევით. აი მე რას გავს. მეზარება ხა იქ წავსვლა. შეგრით. სადაც ამისი იდეალური საწმენდი მაქვს ამერიკიდან გამოგზავნილი. რომელიც მართლად მაგრად წმენდავს, მაგრამ დავპუხე ხალხო. ეს გავიკეთო თუ დავტოვე? დავტოვე. მეორე სათვალე გავიკეთოთ, მოდი. მოდი, ჰა. როგორც ანცა გავიტადრო. გავწმინდოთ, ისე ჩავდოთ და თან აი ეს არის ძალიან მაგარი. ამას გავწმენთ და ისე ჩავდებ თავის ჩასადებში. ეს სათვალე მაჩუკა ზია. ხოდა იმდენად მომეწონა ეს აპრავები, ამ მაგისტვის მაჩუკა, იმიტომ რომ შიგნით სხვა ზომა იყო. იმდენად მომეწონა, რომ ამაზეც გავაკეთებინა. გახსოვთ თქვენთან ერთად რო ვიყავ. ეს უკვე პირველი სათვალე, რომელიც მე ბრუციანობის დროს ვიყიდი. ხოდა. ეს რომ იკეთი ამას ჩარჩო რომ მუქი არა აქ, ანუ რაღაცა დისკომფორტს არ მიქმნის და ამას რო ჩარჩო აქ და თვალებთან აღვიქვავ ჩარჩოს. გონია რომ იმის იქით ვერ ხედავ, ანუ ამის აქეთ ვერ ხედავ, თქო ეგეთი შეგრძნება მაქვს. ის გავიკეთო? იყოს ეს. ამას წავიღებ რომ ჩავდო იქ მე. ყველაზე მთავარი ის არის რომ საფული არ ფული მიდევს თან კონდეს ეს ხალხო, ნუ ვერც ვიგებ როგორა, მართლა ვერ ვიგებ როგორა მაგ. ფული მიდევს ტელეფონში. ვოღონდათ რა. ბოლო იქ მივდივარ რაც სამსახურში. ამასაც ეგ ჩავდებ. ორი პარკით მივდივარ ახლა ხალხნებო. ეცე ხوار ჩავდო. ჯობია ხო. ორი ხელის კრებს მარშრუტში წავისე, რომ ჯურჭელი უნდა დავრეცო. იცი რა ბოდერა საქმე გასაკეთებელ და მე ვგაგადებ. არა უშ 1-2 წუთიც ვიქნები თქვენთან და წავალ. პატარა ბოქლი მინდოდა რამე რომ შამპუნი ჩამესხა და ვერავნახე ვერაფერი. ესენი ავკრიფო. არ მიყვარს ხოლმე ამაზე რამეს რომ ვტოვებ. რომ მეშინია უცბად თუ ჩამოვარდა.
სიტყვაზე ვერ დაინახეს, სიტყვაზე სახში არ იყვნენ რაღაცა იქნება გავუკიდო ცეცხლი. ამას ესე წამოვიფარებ და იმას ჩავიცმევ. ამას. ფულეზე და იმაზე მეკითხებული რა ქენიო გაყიდეო ისინი პალტოები და ისე გავყიდე ძალიან ცოტაღა დამრჩა და ფიქრობ რომ აი ამ კვირაში რომ მოვიცლი ახლა ისახში შევიქნები. განვაახლებ ვიდეოს და ძალიან იაფად გავუშვებ რა მე რა არ ვახლები არის. თავისი ამოიღო დატოვა კიდეც და პლუს ჩვენც ავიღეთ რაღაცები. ანუ როდესაც ესე ხოლმე ჯერ ისედაც იაფად დავყიდი და მე საერთოდ იაფად ვყიდი ხოლმე. ბოდეები მინდა მოვიტანო ხა ბავშვის ძალიან მაგრა იყიდება ხოლმე და ძალიან ბევრი მსურველია მაგის. მე მეორადების მოტანა დავიწყე ის იყო დაახლოებით 4-5 წლის წინ დაახლოებით. აი პანდემია რო დაიწყო იმ პერიოდში დავიწყე მეც და თან მუშაობდი ტორტებში. და ადრე ვიღაცები დადიოდნენ ხოლმე მანქანით არ იყვნენ მარტყოფილები, რომლებიც ყიდდნენ მეორადებს და აი ეს არის იქ ესეც ხო ის არის, ეს იმ პერიოდისაა. იმ პერიოდიდან ზედმაცვია ხალხო და ვერაფერი ვერ ვუყრე, თუ არ დახევ, აი გარეცხავ იმ წუთას შრება, აი მართლა იმ წუთას შრება, ფული არის და ძალიან მაგარია. და ესა, აი წარმოიდგინეთ ახლა რაც ჩავიცვი ამას კიდე 12 ლარად. ქუდიანებს აი ესეთ კურტკის სტილში რაც იყო. დანარჩენებს ყიდი 10 ლარად და 8 ლარად. და ესენი რო დადიოდნენ, ესენი ყიდნენ ამ ყველაფერს 30 ლარად. აი მსგავსი ტიპის რაღაცებს და დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ ნუ ყიდიო იაფადო. ბატონო მე მინდა იაფად გავყიდე. რაც არ უნდა თქვა, არის მეორად. ეხლა მე რომ მიდიო ხოლმე მეორადში და მაგალითად მინდა შარვალი მომეწონა და მიფასებენ 40 ლარს. ხო, კაი, ხარისხით კაია და რაღაცა. მაინც ავდგები და წავალ და ახალს ვიყიდე. ხო, რაღაც მომენტში შეიძლება ის 40 ლარი ღირდეს, იმიტომ რომ მართლა სხვა ხარისხი აქვს, ვიდრე რაღაცა მომენტ ბაზრობას დავხდე და იყიდე. ხო, და მაინც მეორადია და თუ იმ ხელაფას დაუძახებ, იმ ხელაფასად გავყიდი, გამექცევა ხო კლინდი, მიჩვენი მე გავყიდო სიტყვაზე 10 ფუთა, ვიდრე 1 მედოს და 30 ლარი დავადო. რასამ იმ პერიოდში აქ მარტყოფელებმა ეს ამდენი 13 ფუთა გავყიდი ესენი ხარ. ეხა აღარ შემოდის ესეთები, თორე უკვე იქ მიტრაში იცოდნენ რომ ანანას ფუთა იყო ის. რომ მინდა ხოლმე რომ ფულებზე მიწერო, წერო რომ ჩემი ფუთები, ჩემი ფულები ხო არ არის. უკვე იციან როგორი სტილისას და რა კატეგორიის. დაბალი კატეგორია არ მომქონდა, პირველი მომქონდა ყოველთვის. ხალხი ძალიან მართლა გემრიელად დავრიაყავა და გაქცევის დრო არის. იმ საათს რო უყურებ, 57 წუთი, 55-ზე უნდა გავიდე. აი 8 წუთს გამოვიყენებ, გაიქე გამოიქესთვის და რო საქმე დავამთავრო, სახლიდან გავიდე. აი ეს სიტუაციაში ეს არ დარჩეს. ეს არ დარჩეს. წავე ხა ჭურჭელი ჩავიტან და მე დიდი წვერები შემოვალ და ავიღებ. წავედი. დანარჩენი რა ვიცი სად გავაგრძელებთ კაცმა არ ვიცით. ბიმიქცე მე ხარ. ბიმიქცე. მერთოდ შევა სულაგალაკ დავკიდე ყველაფერი. ბიმი, არ მომახტე, არა, პაპა. გაგდის ბეწვები და არ შევიძლია. გადი. ეს აღარ ჭირდებოდა და აი მე დამაცადე. შევიტანო. წავედით ახლა სკუმბრია. დავკიდოთ ბიჭო, გოგო. ცემ ჩემი გოგო ხარ, მაგრამ ქცე წავიდე ხა ჩამოვირეცხო ეს. აი იქ დავაგარეთ დავალაგე და ჩამოვრეცხო შლაგით ეკრე.
ვაიმე. იმედი არ გესმით. ხდებია სიცივით. თუ იმედი არ გესმით უნდა მეთქვი. ეს ხეთათმანი უნდა ჩაიცო ან სველზე ან ზამში. თორე ისე ვერ იქნება ჩაიცო. ой, წყალი ისხება. მე ვიფიხებით დავისვი. დამცხა მის შემოდა წითელი მეცნი და სადაც გავიარე ყველგან დავკიდე და ეხლა რით ვიცმევდი აღარ მახსოვდა რომელი სად დავკიდე. აჰა, არის მოვიწიო. იცი? ძალიან მაგარი ამინდია. რანაირთები რო არის. წავიდით. ეხლა ნახეთ რა განახოთ. გაიშალე რა, ჩემო ლამაზო. რა გაიშალე რა? გეხვეწები რა ლამაზი ხარ, მიდი. მიდი, ისინი დედლები არიან. ასუფთავებ თან ტერიტორიაზე. გაიშალე, შესაძღარო შენ. იცით რა ლამაზია ეს რო იშლება. ნაირი ხმაკ. აი მე მობრუნდი ძლის დავიჭირე. რა ლამაზი ხარ. აი რა ლამაზი ხარ. შენ არა ხარ ლამაზი. იდექი ახლა. აქედან მზეზე უფრო ეტყობა. რა შვება? მამალა. სალამად. ზევიდან გადაუ. ეხა ეს რა არის? რას კუცაკანს. რა შვია? ზევიდან ხებოებში. როგორ ლამაზი წყობა აქვს. ამას დედა რომელი 7-20 წუთია. მოახციე. აი მე. მომაქსველი. ნახევრად გავიშრი. ეხლა წავიდი ხამე, აი ჩემი გამოვიდა. წავიდი ხამე აბანოში და აბაჰუ თქვენს დაგემშვიდობებით ხალხნებო. თუ მომახერხე, წყნარად ჩვიდად რამე ვიდეოსაც ჩავწერ.